განსასჯელის სკამზე მყოფი პაატა ბურჭულაძე, მურთა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და მათთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ბრალდებული 5 აქტივისტი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. თუმცა მანამდე ყველა ბრალდებულს მოусმინა, რომელთა ნაწილი იმაზე წუხდა, რომ 4 ოქტომბერს საქმე ბოლომდე ღალატის და პროვოკაციის გამო ვერ მიიყვანეს. ნაწილი კი მოსამართლეს არ წმუნებდა, რომ სამშობლოს სიყვარული კრიმინალი არ არის. მშვიდობიანი დამხობა შედგა თავისუფლების მოედანზე ეროვნულ კრებაზე. ერთადერთი ბრალდებული, ვინც დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ სხვა პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა, მურთა ზოდელავა იყო. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა პროკურორმა პროცესისგან დისტანცირებისთვის ჯერ კოლეგა ოპოზიციონერები, შემდეგ არასამთავრობოები და ბოლოს დასავლეთიც კი დაადანაშაულა. ჩვენი მაცხონებელი არაა არავინ. ოპოზიციამაც იმუშავა იმაზე, რომ ეს მძიმე მუხტი შეგვფარდებოდა. NGO ჩვენთვის არ არსებობს, დასავლეთი ჩვენთვის არ არსებობს. სანამ ბრალდებულები 4 ოქტომბერს თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე დაცხადებდნენ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფის გამო დარბაზიდან გააძევა. თუმცა თინა ბოკუჩავა ვერც საკუთარ და ვერც განსასჯელის სკამზე მსხდომთა ბრალეულობას ვერ ხედავს. ძალადობრივი მოწოდება არის ძალიან არის ის, რაც მაღალი სტანდარტით უნდა დააკმაყოფილო და მითხარით აი კონკრეტული განცხადება. მართლ გუნდში კი დაკავებულების თავის მართლების მცდელობებზე საუბრობენ და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ 4 ოქტომბერი სახელმწიფოს დასამხობად წინასწარ ორგანიზებული სპეცოპერაცია იყო. ეს იყო კლასიკური ხელისუფლების დამხობის სპეცოპერაცია, რომელიც მომზადებული იყო წინასწარ და შესაბამისად სახელმწიფომ სამართლებრივად ძალიან სწორად უპასუხა და ის პასუხი გრძელდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან და უკვე სასამართლო გადაწყვეტს თუ რა ტიპის სასჯელი იქნება. მტკიცებულებების ნაკლებობა არ იქნება. იქნება შეფასება და ყველა მიიღებს თავის საჭიროებას. ის სურათი, რომელიც იყო წარმოდგენილი 4 ოქტომბრის დღეს, ჩვენ რა თქმა უნდა გვაძლევს იმის თქმის საფუძვლს, რომ ამ შემთხვევაშიც ესე იგი საქმე გქონდა რეალურად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა ვერ შედგა. ვერშემდგარი რევოლუციონერების მამაკაცურმა ძალამ 4-ში მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ღობე დაამხო, თუმცა დღეს არც ამას აღიარებენ. მაშინ, როცა საქმის მტკიცებულებებში სასახლეში შეჭრის მცდელობის ამსახველი კადრები, ძალადობის ფაქტები, პოლიციელებთან დაპირისპირების არაერთი შემთხვევა და გადამწვარი ორბელიანის მოედნის ფოტო და ვიდეო მასალადევს. საქმეს ჯამში 56 ბრალდებული ყავს.